მოგესალმებით ყველას. ალბათ გეცნობათ ეს წიგნი როგორ დავამარცხოთ დიქტატორი, რადგანაც ბოლო დროს ძალიან პოპულარულია. არ დაგიმალავთ და მე სწორედ ამ პოპულარობის გამო შევიძინე, წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ამიტომ მინდა გავაზიარო რამდენიმე განსაკუთრებული იდეა, რომელიც ამ წიგნის წაკითხვის პროცესში გამიჩნდა და რის შესახებაც არაერთი ადამიანი საუბრობს უკვე ღიად და თუ თქვენ წაგიკითხავთ ეს წიგნი, მაინტერესებს თქვენი მოსაზრებებიც. პირველ რიგში მთავარი მიზეზი, რატომაც ეს წიგნი მომეწონა, არის ის, რომ მარი არესა უშუალოდ მწერალი ჩემთვის ძალიან საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა და რაც მთავარია, იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რაც ჩემთვისაც ერთი რიგითი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს საკუთარი საქმის სიყვარულს პირველ რიგში, თვითშემეცნებისკენ მუდმივ სწრაფვას და მისთვის ერთ-ერთი მთავარი და ამოსავალი ღირებულება არის განათლება. და განათლება არის სფერო და ის ადგილი, სადაც ჩემ თავს ხედავ და სადაც იცით რომ მოღვაწეობ. შესაბამისად, არავის გაგვიკვირდება, თუ დიქტატურასთან ბრძოლა პირდაპირ კავშირში არის განათლებასთან, პირდაპირ კავშირშია დეზინფორმაციასთან ბრძოლასთან და პირდაპირ უკავშირდება შეკითხვებს, როგორ მოვიქცეთ, რა იქნება შემდეგი საფრთხე. და ეს ყველაფერი ძალიან გავს იმ რეალობას, სადაც დღეს ჩვენ ცხოვრობთ. ანუ მუდმივ შიში ცხოვრებას. და მაინც ეს წიგნი გვიპასუხებს თუ არა შეკითხვაზე, თუ როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. მე ვერ გეტყვით ეს წიგნი რამდენად გვიპასუხებს ამ შეკითხვაზე, თუმცა ერთ რამეს ნამდვილად გეტყვით. ეს არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ვიბრძოლოთ მაშინ, როდესაც ყველა მიმართულებით გვიხურავენ კარს. რა ემოციები შეიძლება გქონდეს მაშინ, როდესაც ვფიქრობთ, რომ ყველაფერი დასრულდა და შესაძლებელი არის, რომ უბრალოდ სხვა განვითარება აღარ არსებობს და წავაგეთ. მე ძალიან მომწონს, რომ იმ საკითხზე, რომელიც ჩემთვისაც ასევე ძალიან დიდი გამოწვევა, როგორიც არის Facebook-თან ბრძოლა და ტექნოლოგიები ჩვენ სამყაროში, ამდენად დიდი აქცენტი აქვს დათმობილი მწერალს. ეს გულისხმობს Facebook-ის ტროლბოტების საკითხს, რომელიც ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ დიდი ხანი აქტუალურია ჩვენს ინტერნეტ სამყაროში და მაინც როგორ შეიძლება დავიცვათ თავი მათგან და როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას. ალბათ ეს არის ის საკითხები, რომელზეც აუცილებლად დაგვაფიქრებს ეს წიგნი და უკვე კარგად გამოცდილ მეთოდებს და ასევე კვლევებს გაგვიზიარებს, რადგანაც მარი არესას თავის თანაგუნდელებთან ერთად ამ მიმართულებით ძალიან ბევრი აქვს დაბრძოლი და კარგად არის გაშლილი ეს თემა. წიგნში ასეთ ფრაზას შევხვდებით. ძალადობამ Facebook-ი გაამდიდრა. საინტერესოა რა იგულისხმება ამ ფრაზის მიღმა. ტროლბოტების ქარხანა ხომ არა, რომელმაც ფაქტობრივად წალეკა ჩვენი სოციალური ქსელი. ძალიან ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ როგორ შეიძლება რომ შევამციროთ მათი პროპაგანდა. რა თქმა უნდა, აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როგორც აღვნიშნე, არის რომ გავაკონტროლოთ თუ რა ტიპის ინფორმაციას ვკითხულობთ და დავეხმაროთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლონ თავიანთი სოციალური ქსელი და თითოეული კომენტარი თუ რას წერენ და რას კითხულობენ. ვფიქრობ, რომ ზოგადად Facebook-მა ფაქტობრივად ჩაყლაპა ჟურნალისტიკა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს სრული ტექსტის წაკითხვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება თუნდაც. უბრალოდ შევხედავთ პოსტზე ქარდის სახით გამოტანილ ინფორმაციას, რომელიც სულ რამდენიმე წინადადებაა, შემდეგ ჩავუყვებით კომენტარებს და ასე გამოგვაქვს დასკვნა. და რა არის ეს თუ არა ფაქტების უგულებელყოფა. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მივდივართ იმ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევამდე, როგორიც არის ტყუილში ცხოვრება. და ჩვენ ვიცით, რომ ძალაუფლება ვის ხელშიც არის, მას უფრო მეტი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ დაგვეჯეროს ის, რისი დაჯერებაც მას სურს. გააყალბოს რეალობა, რასაც უკვე დიდი ხანია ნელ-ნელა აკეთებენ და სამომავლოდ სავარაუდოდ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გართულდება. ამ ყველაფერთან ბრძოლის ერთადერთი გზა არის ფაქტების შედარება, ანალიზი და ძალიან ბევრი დაფიქრება იქამდე, სანამ რამეს მოცემულობად მივიღებთ. გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ჩვენი სოციალური ქსელი, ნეგატიური ადამიანების წაშლითა და ყალბი აკაუნტების თუნდაც დარეპორტების სახით და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და წიგნშიც ძალიან კარგი მაგალითებია, უკვე რეალური კვლევები და რეალური გამოცდილება თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ დეზინფორმაციას. რადგანაც რეალურად ჩვენ საინფორმაციო ომში ვართ, რის შესახებაც ძალიან დიდი ხანია საუბრობენ მედიაში
თუმცა ამ ეტაპზე განსაკუთრებულად კრიტიკულად მე პირადად რეგიონები მიმაჩნია, სადაც ხშირ შემთხვევაში ადამიანები უბრალოდ TikTok-ის იქეთ ნაკლებად იყენებენ სანდო სოციალურ ქსელებსა თუ ვებგვერდებს. და მაინც, როგორია კარგი ჟურნალისტიკა? ვფიქრობ, ამის პასუხს ნამდვილად იპოვნით წიგნში. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ჟურნალისტები უნდა ეძებდნენ ბალანსს, რომ არ უნდა იყვნენ მიკერძოებულები ან ასე შემდეგ. სწორედ ამას გულისხმობს ავტორიც, მაშინ, როდესაც ამბობს, რომ ჟურნალისტი უნდა იხრებოდეს ფაქტებისა და მტკიცებულებებისაკენ. და რა ვქნათ, თუ კი მტკიცებულება გაცილებით მეტია მთავრობის წინააღმდეგ, ვიდრე რეჟიმის გასამართლებლად. დავფიქრდეთ ამაზე ყველანი ერთად და შევხედოთ ქართულ ტელევიზიებს თუ სად ჩუქდება უფრო მეტი ფაქტი და უფრო მეტი მოსაზრება და მსჯელობა. არის თუ არა ფაქტი ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდია სიღარიბე და რას აშუქებენ სინამდვილეში მთავრობის პროპაგანდისტი არხები. მე პირადად სწორედ ამ დასკვნამდე მივედი. ესე იგი, რომ შევაჯამოთ დაახლოებით პირველი რის გამოცხირს წიგნის წაკითხვა, ეს არის განათლების როლზე კიდევ ერთხელ ხაზგასმა. რა თქმა უნდა, ეს ახალი არ არის, ამაში არაფერი, თუმცა ძალიან კარგად ჩანს ავტორის გზა, მას რომ არ ქონოდა ის ღირსეული განათლება და მთელი ცხოვრების მანძილზე თვითშემეცნებითა და თვითგანვითარებით არ ყოფილიყო დაკავებული, ვფიქრობ, მისი წიგნი დღეს უბრალოდ არ გადაითარგმნებოდა. შეიძლება შექმნილიყო, ამაზე ზუსტი პასუხი ცხადია ვერ მექნება. მეორე საკითხი არის თუ რა უნდა მოვხერხოთ სოციალურ ქსელებს და როგორ გამოვიყენოთ ისე, რომ არ გავხდეთ დეზინფორმაციისა და სიძულვილის მსხვერპლი. ჩემი მოსაზრება ასეთია, როგორც არ უნდა გავბრაზდე ხოლმე, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არ იყოს სიძულვილის ენის შემცველი ჩემი ნებისმიერი კომენტარი. ძალიან ვცდილობ ამას, რადგანაც ზუსტად ვიცი, რომ სიძულვილი ისევ სიძულვილს ჯობს და თუ ჩვენ გვინდა, რომ რამე შევცვალოთ და გვაქვს შეხედულება, რომ ვიბრძვით უკეთესი სამოქალაქო საზოგადოებისაკენ, პირველ რიგში ჩვენ თვითონ არ უნდა ვიყოთ სიძულვილით გაჟღენთილები. ეს წიგნი აუცილებლად დაგარწმუნებთ სიკეთის ძალაში და იმაში, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს. რაც მთავარია ბოლოს და ბოლოს ეს წიგნი ხომ მებრძოლ ადამიანებს გვეძღვნება, მოდი ასე ვიტყვი, მათ ვინც ვცდილობთ, რომ უკეთესი საზოგადოება შევქმნათ და უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი იქნება ჩვენთვის გამოცდილების გაზიარება და აუცილებლად ვეცდებით, რომ გავითვალისწინოთ აქ მოყვანილი რეალური ამბები. დიდი მადლობა და დროებით.